ეს კონკრეტული ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის იმდენად, რამდენადაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც საქართველოში გაიმართა, ეს თქვენი პირველი უცხოური ვიზიტია და ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოგილოცავთ ქართულ ოცნებას, პარტიას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, გამარჯვებას და გილოცავთ თქვენ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ და ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი დონის ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანს და საქართველოს პირისპირ შეხვედრაზე ვისაუბრეთ დაკავშირებადობაზე. ბუნებრივია ამ პროექტში ჩვენ მჭიდრო კავშირი უნდა შევინარჩუნოთ სხვა ქვეყნებთან სამეზობლოში და ეს მოიცავს ფართო გეოგრაფიას. ბუნებრივია აზერბაიჯანი და საქართველო იქნება ის კავშირი და ის ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპას და აზიას შორის. თქვენ ხართ გამორჩეული ლიდერი, მისაბაძი, სამაგალითო, მისაბაძი და სამაგალითოა ის თუ როგორ სურნავთ თქვენ აზერბაიჯანის და აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვაზე. აქედან გამომდინარე, თქვენთან სტუმრობა არის ყოველთვის განსაკუთრებული პატივი ჩვენთვის და პირადად ჩემთვის. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო ორხრივი შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ როგორც ორხრივ თანამშრომლობაზე, ორ ქვეყანას შორის, ასევე განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, გლობალურად მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რა თქმა უნდა, ეს პროცესები გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ყველა გამოწვევასთან ერთობლივად გამკლავება და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი ჩვენს ორხრივ შეხვედრაზე. გეოგრაფიულად ერთმანეთს ვაკავშირებ ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ეს პოტენციალი.